მოგესალმებით, უყურებთ ახალ ამბებს პირველზე მე ქეთი მამრიკიშვილი ვარ. საქართველოს მთავრობის მეთაური ანტალიაში დიპლომატიის ფორუმში მონაწილეობს. პრემიერ-მინისტრის სიტყვით გამოვიდა ლიდერთა პანელურ დისკუსიაზე, რომლის მთავარი თემაა მომავლის განსაზღვრა და რისკების მართვა. პანელური დისკუსიის ფარგლებში ირაკლი კობახიძემ მსოფლიოში არსებულ გამოწვევებზე, მშვიდობისა და დიალოგის მნიშვნელობაზე ისაუბრა. გარდა ამისა, პრემიერ-მინისტრმა საქართველოს ეკონომიკურ მაჩვენებლებსა და შუა დერეფანზე გაამახვილა ყურადღება. ჩემი კოლეგა ნუცა კოროშინაძე აშუქებს პრემიერ-მინისტრის ვიზიტს, რომელიც ანტალიიდან პირდაპირ ეთერში გვერდდება, ნუცა გისმენთ. ანტალია ახლა დიპლომატიის ცენტრი არის, ქალაქი უკვე მეხუთე დიპლომატიის ფორუმს მასპინძლობს, რომელმაც მსოფლიო პოლიტიკური ლიდერების, საერთაშორისო საზოგადოება და მაღალი რანგის სტუმრები გააერთიანა. მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში ისინი იმსჯელებენ იმ გამოწვევებზე, რომლის წინაშეც ახლა საერთაშორისო საზოგადოება დგას და მათი გადაჭრის გზებზე იმსჯელებენ. რასაკვირველია, ანტალიაში იმყოფება საქართველოს დელეგაცია, რომელსაც მთავრობის მეთაური ხელმძღვანელობს. პრემიერ-მინისტრმა მონაწილეობა უკვე მიიღო ლიდერთა პლენარულ სესიაზე, სადაც არაერთ მნიშვნელოვან საკითხზე გაამახვილა ყურადღება, მათ შორის მთავრობის მეთაურმა ისაუბრა იმ ნეგატიურ გავლენებზე, რაც არაფორმალურ მმართველობას ახლავს თან. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ნაცვლად იმისა, რომ საერთაშორისო ორგანიზაციების სუვერენიტეტის სადარაჯოზე იდგნენ, ზოგიერთი მათგანი თავად ცდილობს ქვეყნების სუვერენული ნების შეცვლას ან მასზე ზეგავლენას. ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ საქართველო ამ პოლიტიკის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია. მთავრობის მეთაურის განცხადებით, საქართველო ხშირად დგას იმ გამოწვევის წინაშე, როდესაც ცალკეული ორგანიზაციები სახელმწიფოებრივი პოლიტიკის ტრანსფორმაციას ცდილობენ. სურათი, რომელსაც დღეს სხვადასხვა სახელმწიფოს მაგალითზე ვხედავთ, საკმაოდ რთული და საგანგაშოა. ჩემი ბავშვობიდან მახსოვს ეპოქა, როდესაც მსოფლიოს ძლიერი და დიდებული ლიდერები მართავდნენ. დღეს კი რეალობა რადიკალურად განსხვავებულია. ნამდვილი ლიდერის როლი სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ის ორიენტირებული იყოს დიალოგზე, დაკავშირებადობასა და მშვიდობის უზრუნველყოფაზე, რაც სამწუხაროდ თანამედროვე პოლიტიკაში იშვიათობად იქცა. ჩვენი დაკვირვებით, არაფორმალური მმართველობის სტრუქტურები სულ უფრო მეტ ნეგატიურ გავლენას ახდენენ ფორმალურ საერთაშორისო თანამშრომლობაზე. ნაცვლად იმისა, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები სუვერენიტეტის სადარაჯოზე იდგნენ, ზოგიერთი მათგანი თავად ცდილობს ქვეყნების სუვერენული ნების შეცვლას ან მასზე ზეგავლენას. საქართველო ამ პოლიტიკის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია. ჩვენ ხშირად ვდგავართ იმ გამოწვევის წინაშე, როდესაც ცალკეული ორგანიზაციები ჩვენი სახელმწიფოებრივი პოლიტიკის ტრანსფორმაციას ცდილობენ. სწორედ ამიტომ მიმაჩნია, რომ დადგა დრო უფრო მეტად გავაძლიეროთ ორმხრივი სახელმწიფოებრივი კავშირები და დავიცვათ ჩვენი ეროვნული ინტერესები. მაღალი რანგის ტრიბუნიდან საქართველოს მთავრობის მეთაურმა კიდევ ერთხელ გააჟღერა, რომ მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს და მშვიდობის უზრუნველყოფა მნიშვნელოვანი არა მხოლოდ რეგიონულ ჭრილში, არამედ როგორც მთავრობის მეთაურმა განმარტა, მისი პოპულარიზაცია არის მნიშვნელოვანი საქართველოსათვის. გარდა ამისა, პრემიერ-მინისტრმა ყურადღება გაამახვილა რეგიონში მსოფლიოს მასშტაბით არსებულ გამოწვევებზე და ამ პროცესში რამდენად გაზრდილი არის შუა დერეფნის როლი, რის შესაძლებლობასაც საქართველო აქტიურად იყენებს. ამას ადასტურებს ყველაფერი მიმდინარე მოვლენების ფონზე სამხრეთ კავკასია განსაკუთრებულ სტრატეგიულ მნიშვნელობას იძენს და ჩვენ აქტიურად ვიყენეთ ამ შესაძლებლობას. განაცხადა მთავრობის მეთაურმა, როგორც ირაკლი კობახიძემ განმარტა, ჩვენს პარტნიორებს თავაზობთ საიმედო სერვისებს. გარდა ამისა, პრემიერ-მინისტრმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს მთავრობის ეკონომიკურ პოლიტიკაზე, რომელიც აქტიურად მუშაობს და რომლის შედეგადაც ჩვენს ქვეყანას ბოლო 5 წელია ეკონომიკური მაჩვენებლები აღმავალ ტრენდს ინარჩუნებს, როგორც პრემიერმა განმარტა, მიმდინარე წელს ეკონომიკურმა ზრდის მაჩვენებელმა 8.3% შეადგინა და საქართველოს ხელისუფლების მიზანია ამ მაჩვენებლების შენარჩუნება. ჩვენს გარშემო მიმდინარე ომებისა და დაძაბულობის მოწმენი ვართ. კონფლიქტები პირდაპირ ზემოქმედებს ყველა სასიცოცხლო სფეროზე, ენერგეტიკაზე, ტრანსპორტზე, ლოჯისტიკურ ჯაჭვებსა და საერთო ეკონომიკურ სტაბილურობაზე. შექმნილ ვითარებაში გამოსავლის ძიება კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ჩვენი მიზანი ევროკავშირში ინტეგრაციაა, თუმცა აშკარაა, რომ თავად ევროგაერთიანებაც სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას. ის ღირებულებები, რაზეც ეს კავშირი დაფუძნდა, ძლიერი იდენტობა, ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის პატივისცემა, დღეს ახალი რეალობის წინაშე აღმოჩნდა, რაც ჩვენთვისაც საყურადღებო საკითხია.
მიმდინარე მოვლენების ფონზე სამხრეთ კავკასია განსაკუთრებულ სტრატეგიულ მნიშვნელობას იძენს და ჩვენ აქტიურად ვიყენებთ ამ შესაძლებლობებს. საქართველოს როგორც ბუნებრივი ხიდი ევროპასა და აზიას შორის მაქსიმალურად ცდილობს თავისი დაკავშირებადობის ფუნქციის რეალიზებას. ჩვენს პარტნიორებს ვთავაზობთ საიმედო სერვისებს და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა საქართველოს განიმტკიცოს რეგიონული სატრანზიტო ჰაბის სტატუსი. ჩვენი ძალისხმევა ცალსახად მშვიდობისკენ არის მიმართული ეკონომიკური თვალსაზრისით. ჩვენი პოლიტიკა შედეგიანია. ბოლო 5 წლის განმავლობაში საქართველოს ევროპაში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლით ლიდერია. მხოლოდ მიმდინარე წელს ზრდის მაჩვენებელმა 8.3% შეადგინა. ჩვენს პრიორიტეტს ამ დინამიკის შენარჩუნება წარმოადგენს. ასევე ჩვენი მიზანია მშვიდობის უზრუნველყოფა არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ მისი პოპულარიზაცია რეგიონულ დონეზეც. ამ მიმართულებით ჩვენ აქტიურად და მჭიდროდ თანამშრომლობთ ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორთან თურქეთთან. ანტალიის დიპლომატიის ფორუმმა სტარტი დღეს აიღო, ის რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდება. აქ შეკრებილი მსოფლიო პოლიტიკური ლიდერები, საერთაშორისო საზოგადოების წევრები და მაღალი რანგის სტუმრები იმსჯელებენ იმ გამოწვევებზე, რომელიც წინაშეც ახლა მსოფლიო დგას და მათი გადაჭრის გზებზე. მადლობა ნუცა კოროშინაძე საუბრობდა პირდაპირ ეთერში. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში დასრულდა. შალვა პაპუაშვილმა მაღალი რანგის ორმხრივი შეხვედრები გამართა. პარლამენტის სპიკერი დღეს თურქეთის დიდი ეროვნული კრების თავმჯდომარეს შეხვდა. ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე სიტყვით გამოვიდა საპარლამენტთაშორისო კავშირის 152 ასამბლეაზე, სადაც სუვერენიტეტისა და მშვიდობის დაცვის მნიშვნელობაზე, ასევე გარეჩ ჩარევების პრევენციის აუცილებლობაზე ისაუბრა. სალომე გობრონიძე გვერდება სტამბოლიდან პირდაპირ ეთერში. სალომე, გისმენთ. ყველაზე მასშტაბურ საპარლამენტო პლატფორმაზე სიტყვით გამოსვლა 2500-ზე მეტი დელეგატის წინაშე უმაღლესი ტრიბუნიდან გაჟღერებული ქართული სახელმწიფოს პოზიციები და ინტერესები და ორმხრივი მაღალი დონის შეხვედრები. შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის სამდღიანი ოფიციალური ვიზიტი სტამბოლში დასრულებულია. ვიზიტის ბოლო შეხვედრები სულ ცოტა ხნის წინ გამართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე მეზობელი ქვეყნების პარლამენტის ხელმძღვანელებთან. შალვა პაპუაშვილი შეხვდა თურქეთის და სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარებს და ბუნებრივია მეზობელი მეგობარი და მრავალწლიანი პარტნიორი სახელმწიფოების პარლამენტის თავმჯდომარებს შორის განხილული საკითხების ჩამონათვალი არის საკმაოდ ვრცელი. პირველ რიგში მხარეებმა ისაუბრეს ქვეყნებს შორის კავშირების გაძლიერებაზე, მათ შორის განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ეკონომიკურ მიმართულებაზე და რეგიონში მიმდინარე კონფლიქტების ფონზე შეხვედრისას საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა სწორედ უსაფრთხოების გამოწვევები და მშვიდობის მნიშვნელობა იყო. საბედნიეროდ თურქეთის, საქართველოს, აზერბაიჯანის, სომხეთის ხელისუფლება, ზოგადად რეგიონის ხელისუფლებები ძნულ პოლიტიკას მიყვებიან, იმით რომ შევინარჩუნოთ მშვიდობა ჩვენს რეგიონში. ხედავთ თუ რა მნიშვნელობას იძენს დღეს შუა დერეფანი და ამ მხრივ სწორედ ჩვენი ხელისუფლებების დამსახურება არის, რომ შუა დერეფანშიც იგივე არეულობა და კრიზისები არ არის, რასაც ჩვენს გარშემო ხედავთ. ჩვენ ცოტა ხანში გვექნება სამხრივი ფორმატის შეხვედრა, რომელსაც თბილისში უმასპინძლებთ თურქეთის, საქართველოს და აზერბაიჯანის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების ფორმატში და ეს ტრადიციული ფორმატია, რომელიც გვაძლევს შესაძლებლობას, რომ საპარლამენტო დონეზე ერთად ვისაუბროთ. გარდა ამისა, ჩვენ გვქონდა ცოტა ხნის წინ ვიზიტი, ოფიციალური ვიზიტი, მე მქონდა ოფიციალური ვიზიტი თურქეთში, თურქეთის პარლამენტის თავმჯდომარის მოწვევით და მეც საპასუხო ვიზიტით მოვიწვიე თურქეთის პარლამენტის თავმჯდომარე. შეხვედრების დასრულების შემდეგ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ მედიასთან შეაჯამა მისი ოფიციალური ვიზიტი. საქართველოს წინააღმდეგ მიმდინარე დეზინფორმაციული კამპანიის ფონზე შალვა პაპუაშვილის თქმით მნიშვნელოვანი იყო მაგალითად ის შეხვედრები, რომელიც ქართულმა მხარემ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების პარლამენტის თავმჯდომარეებთან და საპარლამენტო დელეგაციებთან გამართა, სადაც საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ ევროპული ქვეყნების პარლამენტის თავმჯდომარეებს პირადად მიაწოდა ინფორმაცია ბრიუსელის უსამართლო დამოკიდებულებაზე, როდესაც ბრიუსელის ბიუროკრატია საქართველოსა და ქართულ ხალხს პირდაპირ უკეტავს დიალოგის სივრცეს და ესაუბრება დირექტივების ენით. და მნიშვნელოვანი იყო ის გზავნილები, რომელიც ქართულმა მხარემ საპარლამენტო დელეგაციამ ევროპელი კოლეგებისგან მოისმინა, რომ დიალოგს ალტერნატივა არ აქვს და რომ ისინი სრულად უჭერენ მხარს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, გარდა ევროპული სახელმწიფოების პარლამენტის თავმჯდომარეებთან შეხვედრისა მნიშვნელოვანი იყო შეხვედრები ახლო აღმოსავლეთის რეგიონიდან კოლეგებთან
მიზნებთან, სადაც მხარეებმა განიხილეს ის კონკრეტული ნაბიჯები თუ რა ნაბიჯები უნდა გადადგან ქვეყნებმა უსაფრთხოების გამოწვევებზე საპასუხოდ. ხედავ ჩვენ რომ სამწუხაროდ ის დეზინფორმაცია რომელსაც ჩვენ ბრიუსელიდან საქართველოსთან დაკავშირებით ვისმენთ ეს დეზინფორმაციაც ვრცელდება ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ამიტომ ორმხრივ გაცვლას აქვს მნიშვნელობა და ფიქრობ ძალიან შინაარსიანი შეხვედრები ქონდა და არის სურვილი რომ უშუალო შეხვედრებით ჩვენი ჩასვლით დედაქალაქებში ქონდეს პირდაპირი კონტაქტი და გაცვლა ჩვენს კოლეგებთან ჩვენ შეხვედრა ქონდა აზიის ქვეყნების წარმომადგენლებთან და ყველამ აღნიშნა თუ რა კრიზისს განიცდიან დღეისობით აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის გამო საბედნიეროდ საქართველოს ხელისუფლების მოქმედებით ხედავთ ჩვენ რომ ეს კრიზისები ჩვენ გვერდს გვივლის მაშინ როდესაც სხვა ქვეყნებისთვის ეს არის ეკონომიკური ლამის კოლაფსის წინაპირობა საქართველოს შემთხვევაში ჩვენ ეკონომიკური ზრდის ძალიან კარგი მაჩვენებლები გვაქვს და ეს არის სწორედ სწორი მიდგომა ჩვენი ხელისუფლების და მესამე რეგიონული თანამშრომლობა შეხვედრა მქონდა აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარესთან, თურქეთის პარლამენტის თავმჯდომარესთან, ახლა მექნება სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრები. შევხვდით როგორც ევროპული ქვეყნის წარმომადგენლებს, ასევე აზიური ქვეყნების წარმომადგენლებს. შესაბამისად, საკითხები იყო განსხვავებული. ევროპულ ქვეყნებთან და კანდიდატ ქვეყნებთან ჩვენ ვისაუბრეთ ინტეგრაციის პროცესზე, საქართველოს ევროკავშირის ურთიერთობებზე, იმ პრობლემატიკაზე, რომელიც ჩვენ გვაქვს და ასევე სხვა კანდიდატ ქვეყნებსაც აქვთ ამ პროცესში. რაც შეეხება ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებს, აქ ძირითადად იყო სამშვიდობო პროცესზე საუბარი და ინვესტიციებზე და ეკონომიკაზე, ესეც მნიშვნელოვანი მიმართულება იყო. შესაბამისად, იმის და მიხედვით თუ რომელ ქვეყანას შევხვდით, საკითხები იყო განსხვავებული, თუმცა ყველა შეხვედრა ვფიქრობ, რომ იყო მნიშვნელოვანი, როგორც საპარლამენტო განზომილების განსავითარებლად, ასევე ზოგადად ქვეყნებს შორის ურთიერთობების გასაღრმავებლად. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენ ორ ქვეყანას შორის მჭიდრო თანამშრომლობის გაღრმავება აი ამ ძალიან რთულ გეოპოლიტიკურ სიტუაციაში. შესაბამისად, მოლოდინები, რომელიც ჩვენ შეხვედრიდან გვაქვს, არის ძალიან პოზიტიური, ისევე როგორც ზოგადად მთლიანად ასე ვთქვათ ასამბლეის დროს, ყველა ეს ორმხრივი და მრავალმხრივი შეხვედრა, რომელიც ჩვენმა დელეგაციამ ჩაატარა, შეიძლება ძალიან პოზიტიურად იქნა შეფასებული, იქნა გამოყენებული მაქსიმალური აუდიტორია იმისთვის, რომ საქართველოს ეროვნული ინტერესები ყოფილიყო ძალიან ხმამაღლა გაჟღერებული. სამი დღის განმავლობაში საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით მონაწილეობდა მსოფლიოს საპარლამენტაშორისო კავშირის რიგით 152 სესიაში, რომელსაც სტამბოლი მასპინძლობს და რომელშიც მონაწილეობას იღებს მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნიდან პარლამენტის თავმჯდომარეები და საპარლამენტო დელეგაციები. ეს ყველაზე მასშტაბური საპარლამენტო პლატფორმა კი ქართულმა მხარემ გამოიყენა ორმხრივი შეხვედრებისთვისაც. შალვა პაპუაშვილმა სამი დღის განმავლობაში 10-მდე შეხვედრა გამართა, მათ შორის ლუქსემბურგის საბერძნეთის, არაბთა გაერთიანებული საემიროების, ვიეტნამის, ყაზახეთის, აზერბაიჯანის, სომხეთისა და თურქეთის პარლამენტის თავმჯდომარეებთან და საპარლამენტო დელეგაციებთან. გარდა ამისა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე სიტყვით გამოვიდა ყველაზე მასშტაბურ საპარლამენტო პლატფორმაზე და მკაფიო იყო შალვა პაპუაშვილის ის გზავნილები, რომელსაც ადგილზე დარბაზშივე 157 ქვეყნიდან 76 პარლამენტის თავმჯდომარე და 8-ზე მეტი კანონმდებელი ისმენდა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ უმაღლესი ტრიბუნიდან დღეს მსოფლიო ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად პირდაპირ დაასახელა საგარეო ჩარევა, ისაუბრა ამ გამოწვევის მოგვარების გზებზე და დელეგატებს კიდევ ერთხელ გააცნო ქართული სახელმწიფოს პოზიციები ეროვნული ინტერესების დაცვისა და სამშვიდობო პოლიტიკის მიმართულებით. მადლობა სალომე გობრონიძე საუბრობდა პირდაპირ ეთერში. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის შეერთებულ შტატებში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გაეროს გენერალური მდივნის მოადგილეს და გაეროს განვითარების პროგრამის ევროპისა და დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის რეგიონული ბიუროს დირექტორს შეხვდა. მხარეებმა მიმდინარე პროექტები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პროფესიული განათლებისა და გადამზიდების პროგრამების განვითარების ხელშეწყობასა და ამ მიმართულებით პარტნიორობას. ხაზი გაესვა გაეროს საჯარო სერვისების ფორუმის მნიშვნელობას, რომელიც მიმდინარე წლის ივნისში საქართველოში გაიმართება.
განვიხილეთ ის რეფორმები, რომელიც უმაღლესი და ზოგადი განათლების სფეროში მიმდინარეობს. ასევე შევეხეთ იმ ჩარჩო ხელშეკრულებას, რომელიც რამდენიმე თვის წინ პრემიერ-მინისტრსა და გაეროს წარმომადგენლობის ხელმძღვანელს შორის გაფორმდა, რომელიც 2030 წლამდე სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სექტორის მიმართულებით თანამშრომლობას მოიცავს. დავსახეთ ის მიზნები, რომლითაც ამ ჩარჩო ხელშეკრულების ფორმატში განსახორციელებელი მოქმედებები და პროექტები პირდაპირ ბმაში უნდა იყოს იმ რეფორმებთან, რომელიც მიმდინარე არის და მნიშვნელოვანი არის. Координირებული დეზინფორმაციული კამპანია ვიწრო პოლიტიკური მიზნებისთვის აბასთუმნის ობსერვატორიის სამეცნიერო ჯგუფის განმარტებების მიუხედავად საჰაერო ფრენების შეზღუდვის თემაზე სპეკულაციები გრძელდება. დეზინფორმაციულ ბრალდებებს ეკონომიკის სამინისტრო ვრცელი განცხადებით პასუხობს. უწყება ხაზგასმით განმარტავს, რომ განხორციელებული ცვლილება არ ითვალისწინებს საერთაშორისო საჰაერო ტრასების გაუქმებას და გავლენას არ ახდენს საერთაშორისო ავიაკომპანიების ოპერირებაზე ან საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენებაზე. განცხადებაში ნათქვამია, რომ აბასთუმნის ობსერვატორიის მიმდებარედ შემზღუდველი ზონის შექმნა ემსახურება ობსერვატორიის მიზნებს და დაგეგმილი ცვლილებები სრულად შეესაბამება როგორც ქვეყნის ინტერესებს, ასევე საერთაშორისო საავიაციო პრაქტიკას. საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ვეხმიანებით განზრახ შეცდომაში შემყვანი არასწორი და გადაუმოწმებელი ცნობების გავრცელებას აბასთუმნის ობსერვატორიის მიმდებარედ შემზღუდველი ზონის შექმნის მიზნობრიობასთან დაკავშირებით. განმარტავთ, რომ საქართველოს საჰაერო სივრცეში სანავიგაციო მონაცემების განახლების ფარგლებში დაგეგმილი ცვლილებები არ წარმოადგენს არსებით სიახლის ან მნიშვნელოვან გადახრას არსებული პრაქტიკიდან და სრულად შეესაბამება როგორც ქვეყნის ინტერესებს, ისე საერთაშორისო საავიაციო პრაქტიკას და სტანდარტებს და არ ეწინა აღმდეგება თავისუფალი საჰაერო მარშრუტების სივრცის პრინციპებს. მსგავსი ტიპის შეზღუდული ზონები საერთაშორისო პრაქტიკაში მიღებული და ფართოდ გამოყენებული მექანიზმია. აბასთუმნის ობსერვატორიამ შესაბამის უწყებას რამდენიმე წლის წინათ მიმართა და შეზღუდული ზონის ამოქმედების ინიციატივით გამოვიდა. ობსერვატორიის მიმართვებში კვალიფიციურად იყო დასაბუთებული, რატომ მოქმედებს უარყოფითად დატვირთული საჰაერო მოძრაობა და თვითმფრინავების საკონდენსაციო კვალი ასტროკლიმატსა და დაკვირვებების ხარისხზე. ამჟამადაც მიღებული გადაწყვეტილება პირველ რიგში დაეფუძნა აბასთუმნის სამეცნიერო პოტენციალის განვითარების ინტერესებს, რაც უზრუნველყოფილი უნდა იყოს სათანადო ეკოლოგიური პირობების შექმნით და ფრენის უსაფრთხოების ნორმების სრული დაცვით. ამასთან მიმდინარე ცვლილება არ ითვალისწინებს საერთაშორისო საჰაერო ტრასების გაუქმებას. სრულად არის შენარჩუნებული საჰაერო მოძრაობის უსაფრთხო და ეფექტიანი მართვის არსებული პარამეტრები. შესაბამისად, არ არსებობს წინაპირობა, რომ აღნიშნულმა ცვლილებამ გავლენა მოახდინოს საერთაშორისო ავიაკომპანიების ოპერირებაზე ან საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენებაზე. ვაზუსტებთ, რომ აღნიშნული შეზღუდვები ვრცელდება მხოლოდ მაღალ სიმაღლეზე. სახელსაწყო ფრენის წესებით შესრულებულ ფრენებზე, სადაც შესაძლებელია საკონდენსაციო კვალის წარმოქმნა. დაბალ სიმაღლეზე შესრულებული ვიზუალური ფრენები კი შეზღუდვას არ ექვემდებარება. ცვლილება ემსახურება ობსერვატორიის მიზნებს, ისევე როგორც ტურისტული პოტენციალის გაძლიერებას, რაც აბასთუმანის მსოფლიო ტურისტულ რუკაზე პოზიციონირებას გააძლიერებს. აბასთუმანი საქართველოს ერთ-ერთი გამორჩეული კურორტია, სადაც ბუნებრივი და სამკურნალო რესურსები ორგანულად ერწყმის ერთმანეთს და ქმნის უნიკალურ, მრავალფუნქციურ სივრცეს. თანამედროვე გლობალური ტურიზმის ტენდენციების შესაბამისად მოთხოვნა მნიშვნელოვნად იზრდება ისეთ კურორტებზე, რომლებიც უზრუნველყოფენ სუფთა ჰაერს, ეკოლოგიურად ჯანსაღ გარემოსა და ბუნებრივ სიმშვიდეს. სწორედ ამ მოთხოვნებს სრულად პასუხობს აბასთუმანი, რომელიც გამოირჩევა განსაკუთრებული ბუნებრივი პირობებითა და გამაჯანსაღებელი გარემოთი. კურორტის კლიმატო-ბალნეოლოგიური პოტენციალი, ეკოლოგიურად სუფთა გარემო, ფიჭვნარი, მინერალური წყლები და ბორჯომხარაგაულის ეროვნულ პარკთან სიახლოვე ერთობლიობაში განაპირობებს მის მაღალ ღირებულებას როგორც სამკურნალო, ისე რეკრეაციული ტურისტული მიმართულების თვალსაზრისით. აბასთუმანის კურორტის მდგრადი და კომპლექსური განვითარება ქვეყნისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს. ამ მიმართულებით აქტიურად მიმდინარეობს სტრატეგიული დაგეგმვითი პროცესები, რომლებიც მიზნად ისახავს კურორტის გრძელვადიან, დაბალანსებულ და კონკურენტუნარიან განვითარებას. ყოველივე აქედან გამომდინარე ცვლილება ხელს შეუწყობს აბასთუმანში ტურისტული და სამეცნიერო შესაძლებლობების გაძლიერებას. ასევე აღნიშნავთ, რომ განხორციელებული ცვლილება არ წარმოადგენს ბარიერს საქართველოს საჰაერო სივრცის განვითარებისთვის. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო შპს საჰაერო ნავიგაციასთან ერთად აგრძელებს მუშაობას საჰაერო სივრცის უსაფრთხო, ეფექტიანი და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მართვის უზრუნველსაყოფად. საჰაერო ფრენების შეზღუდვის თემაზე ატეხილი ხელოვნური აჟიოტაჟის უკან ვიწრო პოლიტიკურ მიზნებს ხედავს სახელმწიფო გუნდი. პარლამენტის თავმჯდომარე აქცენტს აკეთებს იმ ონლაინ მედია საშუალებებზე, რომლებმაც დეზინფორმაცია გაავრცელეს. შალვა პაპუაშვილის თქმით, აღნიშნული მედია საშუალებები ევროპული ფონდებიდან ფინანსდებიან და საქართველოს წინააღმდეგ პროპაგანდაში არიან ჩართულები. ხელოვნური აჟიოტაჟი იყო გამოჩნდა რამდენიმე წუთიანი ესე ვთქვათ დეზინფორმაცია არის ხოლმე, რომ ამას შეჩვეული ვართ
2 დღე ძალით თავს გაიბრაზებენ, შემდეგ გადაევლეს ხოლმე. ამიტომ ასეთი ასე ვთქვათ პროპაგანდისტული ხრიკების დროს უბრალოდ ჩვენ უნდა დავიცადოთ 2 დღე და გადაულით მე ეს ყველაფერი როგორც სხვა საკითხებს გადაულია მათთვის. უბრალოდ ერთი რამე უნდა ვიცოდეთ და დავაკვირდეთ ამ დროს სხვადასხვა მედიის ჩართულობას. განსაკუთრებით ეს შეეხება ბრიუსელის პროპაგანდისტულ მედიებს, გულისხმობ ონლაინ მედიებს, რომელიც ბრიუსელიდან ფინანსდებიან. დავაკვირდით ის თუ რა თემებს იტაცებენ, ვინაიდან როდესაც ამას შევხედავთ, პირდაპირ იშიფრება სქემა საქართველოს წინააღმდეგ პროპაგანდისა, რომელიც სამწუხაროდ დღეს ევროპული ფონდებიდან ფინანსდება. პოლიტიკური შეფასებების თემა ოპოზიციისთვის გაწერილი მორიგი რევოლუციური სცენარი, რომლის ავტორიც ტელეკომპანია იმედის ინფორმაციით ამჯერად პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრის ერთ-ერთი ლიდერი იგორ ბლაჟევიჩია. სახელმწიფო გუნდში ამბობენ, რომ ეს ფაქტი კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ოპოზიცია გარედან მიღებული დავალებებით მოქმედებს და უცხო ძალები ქვეყანაში რევოლუციური გზით მარიონეტული ხელისუფლების მოყვანას ცდილობს. ქართულ ოცნებაში იხსენებენ აკერმანის შემთხვევას და ამბობენ, რომ წინა გამოცდილების მსგავსად ჩეხური რევოლუციური სცენარის მარცხისთვის არის განწერული. ცნობისთვის ტელეკომპანია იმედის ინფორმაციით არეულობის გეგმის ავტორმა იგორ ბლაჟევიჩმა ოპოზიციას უკვე 10-მდე ტრენინგი ჩაუტარა. აი ეს ფაქტიც აჩვენებს თუ სად მიაქანებს ბრიუსელი ევროკავშირს, როდესაც მათი ტერიტორიიდან ხდება სხვა ქვეყანაში არეულობის ორგანიზება. ამაზე მეტი სირცხვილი რა უნდა იყოს ევროკავშირისთვის, ჩავეძიებით კიდე რასთან გვაქვს საქმე, ვინ არიან ის ქართული პასპორტის მქონე ადამიანები, რომლებიც აი ასე ღიად სპეცსამსახურების პროექტებში არიან ჩართული და ამ ყველაფერს იმედია შესაძლოა შუქი მოეფინება და საზოგადოება ყველა სიხილავს სახელებით და გვარებით. კიდევ ერთხელ, როგორც ადრე იყო აკერმანი იყო უცხოური სპეცსამსახურების პროექტი, ზუსტად ასევე არის ეს ჩეხი ადამიანიც უცხოური სპეცსამსახურების პროექტი, რომლის მიზანი არის საქართველოში ანტიდემოკრატიული პროცესების ხელშეწყობა, ხელისუფლების დამხობა და მარიონეტების მოყვანა ხელისუფლებაში. კიდევ ერთი ნათელი მაგალითია იმისა, თუ რაოდენ სუსტია ჩვენი რადიკალური ოპოზიცია და მათი ერთადერთი ასე ვთქვათ პერსპექტივა, მათი აზრით ეს არის გარე უხეში ჩარევები, რომლის მთავარი მიზანი იყო და სამწუხაროდ კვლავ რჩება ხელისუფლების ძალადობრივი გზით ცვლილება. აქ ახალი არაფერია, სამწუხაროდ კვლავ აწყდებით ასეთი გარე ჩარევის უხეს მაგალითებს. ოპოზიციას ვერაფერი ვერ უშველის, აი ამ ეგრეთ წოდებულ ოპოზიციას, იქამდე სანამ გარედან დაკვეთების მოლოდინში თუ მესეჯ ბოქსებში თუ დირექტივებში გნებავთ სახელმძღვანელოების ახალ პარტიის მოლოდინში იქნებიან, ვერაფერი ვერ უშველის. მე მათ ვეტყოდი, რომ უამრავი სახელმძღვანელო არსებობს საქართველოში, რომელიც შეუძლიათ წაიკითხონ. რადიკალებისგან მხარდაჭერილი ყოფილი მღვდელმთავარი პეტრე ცაავა უწმინდესის გარდაცვალების შემდეგაც კი მის შეურაცხყოფას განაგრძობს და ისევ ცილის მწამებლურ განცხადებებს აკეთებს. სასულიერო პირი პატრიარქს კაკებეშნიკური სკოლის წარმომადგენელს უწოდებს და ამბობს, რომ მან პატრიარქი ამხილა და მისი წყემსი კეთილის იმიჯი დაამსხვრია. ჭყონდიდის ყოფილ მიტროპოლიტ პეტრე ცაავას ცილის მწამებლური განცხადებების უკან პარლამენტის თავმჯდომარე რადიკალური ძალების კვალს ხედავს და სამწუხაროს უწოდებს იმ ფაქტს, რომ პატრიარქის მაგინებელს საკუთარი მოსაზრებების გავრცელებისთვის პლატფორმას უთმობენ. არ ყოფილვარ გასვენებაზე პატრიარქისას. ამ პროპაგანდისა და ესე ვთქვათ დავარქევდი ამას ამ კეკებეშნიკური აზროვნების და დღემდე რაც საბჭოთა მემკვიდრეობა საქართველოში არსებობს, საჯაროდ გახდა პირველი იერარქიის ამხილებელი, რა თქმა უნდა, მხილება ჩვენი ვალდებულება, ამოვალეობა, როცა ხედავთ რაღაც უკეთურებას და ცრუ ქრისტიანობას ეკლესიაში. ერთი წლის ვადა ქონდა ფაქტიურად პატრიარქს როგორც ბრალდებულს. ერთი რომ თავი გაემართლებინა პატრიარქი უთხარი რომ თქვენ აშკარად არ ღვთ რჯულის კანონს ისთვის საერთოდ დასჯელი არის ბრალდება კი არა რომელიც მე ასე ვთქვათ სხვარგადასული ცოდვის და სოდომიის სახით წავაყენე ბრალი და ვამხილე არამედ ჩემზე არის ბრალი რომ არის არამწყემსი კეთილის ფორმატში რომ ესე იგი შეურაცხყოფა მივაყენე მე როგორც უკანონოდ უსამართლოდ გამომიშვით გამომაგდეთ ეპარქიიდან ისე დამაბრუნეთ ჩემს ეპარქიაში წავიდა ეს კაცი ამ ქვეყნიდან ჩემთან მიმართებაში საკითხი რა თქმა უნდა არ გამოსწორებული ძალიან სამწუხაროა რომ როდესაც პატრიარქის პირდაპირ გაგებით პატრიარქის მაგინებლებს
აძლევენ პლატფორმას იმისთვის, რომ გავრცელდეს რაღაც მათი მოსაზრებები თუ სიტყვები. ის, ვინც ამ სამარცხვინო აქციაში ჩართული იყო და ის, ვინც ასეთ ადამიანებს აძლევს პლატფორმას და ტრიბუნას, ორივე თანაბრად არიან არა მხოლოდ ქართული ეკლესიის მტრები, არამედ არიან ქართული საზოგადოების მტრები ამ გაგებით. ეს კიდევ ერთი ილუსტრაცია არის, რომ ნირს არ შეიცვლის ნაცმოძრაობის არც ერთი წევრი თუ აპოლოგეტი. ხშირ შემთხვევაში და უმეტეს შემთხვევაში თავისი მდუმარებით ნებისმიერ ცილისწამებას, ნებისმიერ ბრძოლას, დაპირისპირებას, ათასგვარ ტალახის როლას სრული მდუმარებით და სწორედაც ქრისტეს მიერი სიყვარულით პასუხობდა და სწორედ ამან გაიმარჯვა. ფიზიკურად ცოცხალი ადამიანები მარცხდებიან აწუყე განსვენებულ ჩვენს უწმინდესთან. როგორც ჩანს, არ ყოფილა არსად წითელი ხაზი, არსად ფსკერი არ ყოფილა, თურმე რომელიც ძალიან დამაფიქრებელი და ძალიან სამწუხარო არის. ყველა ის ადამიანი, ვინც დედა ეკლესიას დაუპირებს, ვინც არ უნდა იყოს ის, ბუნებრივია, როგორც აქამდე დამარცხებულა, ასევე დამარცხდება. ქართული მხარე გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე საქართველოსთან დაკავშირებით ინფორმაციის განახლებას ამ დრომდე ელოდება. ბერლინის განმარტება თითქოს მონაცემები ტექნიკური ხარვეზის გამო ვერ ახლდება, მმართველი გუნდისთვის არასერიოზულია მით უფრო იმ ფონზე, როდესაც საიტზე სხვა ქვეყნის მონაცემები ჩვეულ რეჟიმში იცვლება. კანონმდებლები იმედოვნებენ, რომ მონაცემები უახლოეს პერიოდში განახლდება. ქართული მხარე ამ ფაქტს სუვერენიტეტის უპატივცემლობად და ქართველი ხალხის ნების შეურაცხყოფად აღიქვამს. შეგახსენებთ, რომ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე ამ დრომდე საქართველოს პრეზიდენტად სალომე ზურაბიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრად კი ილია დარჩიაშვილია მითითებული. 2 წელია ლამის თავს მასხრად იგდებენ ასეთი საქციელით. გერმანიის ხელისუფლება უბრალოდ საქართველოს 5 მილიონ ქართველს არ გვხედავს. ეს 5 მილიონიანი საქართველო არაფერი არ ვართ. ჩვენ ადამიანებად არ გვთვლიან, ჩვენს არჩევანს არჩევანად არ თვლიან. და როგორც უნდა ისე აკეთებენ ამ ყველაფერს. იყო მცდელობა მისგანაც, რომ ტექნიკური საკითხებით აეხსნა. და უბრალოდ მე ვფიქრობ, რომ უბრალოდ დაგვრცინიან ამ შემთხვევაში ქართულ ხალხს. ისინი ვინც ცდილობენ, რომ IT-შნიკს დააბრალონ ეს ყველაფერი. რა თქმა უნდა, ეს არის ტრაგედია, როდესაც საქართველოს დამოუკიდებლობის და გერმანიასთან დიპლომატიური ურთიერთობის 35 წლიან ისტორიაში დღეს ვხედავთ უბრალოდ დამცინავ, ქედმაღლურ, ცხვირაწეულ დამოუკიდებლობას გერმანიის ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან. სუვერენიტეტს არ აღიარებენ, ჩვენს არჩევანს არ აღიარებენ. ძალიან სამწუხაროა, რომ ელჩის და ზოგიერთი ბიუროკრატის, გერმანული ბიუროკრატის ქცევით ისეთი ზიანი მიაყენა გერმანიის ხელისუფლებამ, გერმანიის რეპუტაციას, რომ ამას წლები დაჭირდება ამ მართლაც დაზიანებული რეპუტაციის აღდგენას ქართველების თავში. ჩვენს ღირსებას ეხებიან, ჩვენს უფლებას ავირჩიოთ ჩვენი ხელისუფლება, ჩვენს სუვერენიტეტს ეხებიან ამგვარი მართლაც და რა გითხრათ, არასერიოზული და გერმანისთვის შეუფერებელი ქცევით. გუშინდელი შეხვედრის შემდეგ, რომელიც პარლამენტში გაიმართა, მე ვფიქრობ, რომ უკვე არანაირი, ასე ვთქვათ, გამართლება ამას აღარ ექნება და ვფიქრობ, რომ მალე ეს საკითხი დარეგულირდება ისე, როგორც შეეფერება გერმანიას და როგორც შეეფერება ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობას. იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ნოტარიუსთა საერთაშორისო კავშირის ევროპულ საქმეთა კომისიის ხდომა გახსნა. სესიაზე ნოტარიუსთა საერთაშორისო კავშირის წევრმა ქვეყნებმა განიხილეს არაერთი მნიშვნელოვანი საკითხი, მათ შორის უძრავი ქონების რეესტრის უსაფრთხოება და სანდოობა, სამართლებრივი უსაფრთხოება და მოქალაქეთა უფლებების ეფექტიანი დაცვა. ნოტარიუსის ცენტრალური როლი ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლაში და თანამედროვე ტექნოლოგიების ინტეგრაცია და პროფესიული სტანდარტების განვითარება. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ეს ღონისძიება საქართველოში იმართება და მასში მონაწილეობას იღებს 25 ქვეყნის წარმომადგენელი. ჩვენს ნოტარიუსებს, იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლებს ჰქონდათ შესაძლებლობა ჩვენი უცხოელი კოლეგებისთვის გაეგზიარებინათ მიღწევები და გამოცდილება სამართლებრივი უსაფრთხოების და ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით. მსგავსი შეხვედრები შესაძლებლობას გვაძლევს თანამედროვე გამოწვევებზე დავნერგოთ ერთიანი სანოტარო პრაქტიკა, ჩამოვაყალიბოთ საერთო ხედვები.
საერთაშორისო ფორმატის ღონისძიებები ხელს უწყობს ნდობის გამტკიცებასა და სამართლებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფას. ევროპულ საქმეთა კომისიის შეხვედრა პირველად გაიმართა საქართველოში განვიხილეთ ციფრული ნოტარიატი და ასევე უძრავი ქონების ტრანზაქციებში ნოტარიუსის როლი. უძრავი ქონების ტრანზაქციებში ნოტარიუსის როლი მნიშვნელოვანია ქვეყანაში სამართლებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და მოქალაქეთა ინტერესების დასაცავად. ევროპულ საქმეთა კომისიის შეხვედრის გამართვა საქართველოში ნათლად აჩვენებს, რომ კომისიის წევრ თითოეულ ქვეყანაში სანოტარო პროფესიის გაძლიერება ხელს უწყობს სამართლებრივი სისტემის მდგრადობას, ეკონომიკურ განვითარებას და ინსტიტუტებისადმი ნდობის განმტკიცებას. ვფიქრობ, რომ ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა და იმედს გამოვთქვამთ, რომ კვლავ გავაგრძელებთ აქტიურ თანამშრომლობას საქართველოს ნოტარიუსებთან. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო კრიმინალისტიკური დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ვაშინგტონში გამართულ საერთაშორისო სამიტში მიიღეს მონაწილეობა. სამიტის მონაწილეებმა ციფრული ტექნოლოგიების განვითარების პროცესში წარმოქმნილი ახალი გამოწვევები და დანაშაულის გამოვლენისა და მტკიცებულებათა დამუშავების თანამედროვე მეთოდოლოგიები განიხილეს. ვიზიტის ფარგლებში საექსპერტო კრიმინალისტიკური დეპარტამენტის კომპიუტერული და ციფრული ტექნოლოგიების ექსპერტიზის სამმართველოს ორმა წარმომადგენელმა წარმატებით გაიარა Celebrite-ის საერთაშორისო ტრენერობის პროგრამის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი, რითაც თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებასთან ერთად მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა უწყების ინსტიტუციური გაძლიერებისკენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო კრიმინალისტიკური დეპარტამენტი მონაწილეობს საერთაშორისო სამიტზე ვაშინგტონში. აღნიშნულ სამიტზე განხილულია ციფრული ექსპერტიზის მიმართულება. მნიშვნელოვანია, რომ საექსპერტო კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ექსპერტებმა წარმატებით გადაალახეს პირველი ეტაპი, რაც გულისხმობს საერთაშორისო ტრენერების ლიცენზიის მოპოვებას. ვაშინგტონში გამართულ სამიტზე მონაწილეობამ შესაძლებლობა მოგცა გავცნობოდით ციფრული სასამართლო ექსპერტიზის მიმართულებით სამომავლო ტენდენციებს, რაც შესაძლებლობას იძლევა, რომ სოფლიოში არსებული საუკეთესო პრაქტიკით მოვახდინოთ ციფრული სასამართლო ექსპერტიზის წარმოება. სამიტზე ასევე განხილული იქნა ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებით არსებული გამოწვევები და სამომავლოდ მისი გამოყენების საჭიროება ციფრული სასამართლო ექსპერტიზის წარმოებაში. დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით სამართალდამცველებმა უკრაინის მოქალაქეები დააკავეს. ბრალდებულების პირადი და დროებითი საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის, ასევე საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს მათ მიერ მითითებული ადგილები და ნივთმტკიცებად ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება მეტადონი და ნარკოტიკული საშუალების დაფასვებისთვის საჭირო მასალები. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საშუალების უკანონო შეძენა შენახვას. ეს ყო ბოლო ინფორმაცია, პირველზე ერთმანეთს ზუსტად 4-ზე შევხვდებით დროებით.